თავიდან მე დავიწყე სიარული ფსიქოთერაპევტთან, როცა მე დამევარდა პოსტმშობიარობის დეპრესია. რითი გამოიხატებოდა? ერთ მშვენიერ დღეს ჩემ ძაღლი დავტოვე მანქანაში, ბავშვი ჭკაპ-ჭკუპ გავაკეთე გარსში და დავტრიალი რაღაცა რა კარები რომ მივკეტო. სულ რაღაცა შეიძლება რომ 15 წამი იყოს და იმ 15 წამში რომ ვიყავი ამასთან არ ვიყავი და ვიყავი სხვაგან, ვიფიქრე, ანასტასია, შენ ახლა ფულიც გაქვს, ტელეფონიც გაქვს და შენ შეგიძლია ახლა წახვიდე და არასდროს არ დაბრუნდე ანუ შენ ბავშვებთან ისე თქვა და წახვიდე და всё, არასდროს არ დაბრუნდე საერთოდ ამ ცხოვრებას. და მივხვდი რომ ეს არის ძალიან საშიში ფიქრი. მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი, ჩემი ძაღლიც, ანუ და ჩემი ოჯახიც, თითქმის ყოველდღე ვამბობ რა, როგორი მადლიერი ვარ რომ მე მყავს ეგ ოჯახი. ფსიქოლოგიურად, ანუ რაღაც, ანუ კიმიური ბალანსი აწტენილი ხო და უკვე აღარ მქონდა საშუალება რა იმისათვის რომ ვიყო ბედნიერი ამ ყველაფრით და ვიყავი უბედური და